გარემოს დამცველი ვახტანგ ოქროპირიძე სასამართლოში უჩივის ბათუმის ყოფილ მერს რობერტ ჩხაიძეს ზედამხედველობის სამსახურს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ან დასუფთავების ადმინისტრაციას. უფლება დამცველი გასული წლების განმავლობაში ცხოველთა მიმართ არასათანადო სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. ოქროპირიძის განცხადებით ბათუმში 2012-2013 წლებშიც გამოვლინდა ცხოველთა მიმართ არახუმანური დამოკიდებულება და მათი დახოცვის ფაქტები. უფლება დამცველს ბათუმის მოქმედმა მერმა ჯემალ ანანიძემ უპასუხა. მისი განცხადებით გასულ წლებთან შედარებით მაწანწალად ძაღლების დახოცვის ფაქტები შემცირებულია, თუმცა პრობლემის სრულად გადასაჭრელად დამატებითი ღონისძიებებია გასატარებელი. ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები უახლოეს მომავალში ბათუმში საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავენ. მივიჩნევთ, რომ მის მიერ არასათანადო სახელმწიფო კონტროლის შედეგი იყო ის, რომ 2008-2009 წლებში და 2013 წლამდე, 2012 წლამდე უკაცრავად, ადგილი ჰქონდა ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას. ეს არის სისხლისამართლის დანაშაული, რომელიც უნდა დაისაჯოს შესაბამისი პიროვნებები. წინა წლების სტატისტიკას, როცა რამოდენიმე წლის წინ ხდებოდა ძაღლების ლიკვიდაცია, საკმაოდ დიდ ციფრს აღწევდა. ახლანდელი სტატისტიკა თქონდა იგივე არ მეორდება, შეიძლება ითქვას, მაგრამ აუცილებელია ის, რომ უნდა დაგვიდგეს მესამე სექტორის და ყველა პროფესიონალურ მიმართულებაც, რომ არა მარტო ბათუმში, არამედ მთელ საქართველოში მოწესრიგდეს ამ მიმართულებით, თქვათ, ძაღლებთან მოპყრობა, მათი თავშესაფრის მოძიება.